როდესაც შოუ ბიზნესში შემოხვედი, დაცვა ყავდა აყვანილი. მე მგონი პირველი ადამიანი იყავი, ვინც დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. რატო? რომ კიდე მსგავსი ინციდენტი არ ყოფილიყო, თუ უკვე სხვა მოვლენებთან იყო დაკავშირებული ეს? არა, ეს აბსოლუტურად არ იყო არაფერთან იმ წარსულში, რაც იყო იმასთან დაკავშირებული, უბრალოდ თვითონ სიტუაცია მოითხოვა. მეც ხო არ მქონდა ამის გამოცდილება, რომ დავუშვათ რა ხდება ეს ადამიანები, რომლებიც გროვდებოდნენ სახლთან, ავტოფარეხთან, კულისებში, ქუჩაში, კეთილგანწყობილი იყო თუ დავუშვათ ხო არ იცი ეს. ხო, იმიტომ რომ მე არავისთან არ მინახე ეგეთი რამე, ხო? ხო და აქედან გამომდინარე თავისთავად ესე გამოვიდა, რომ მომიწიად დაცვის აყვანა, რომ თავისუფალი გადაადგილების საშუალება მქონოდა. ცოტ-შორს ერთი ინციდენტი იყო, როდესაც დაცვამ ძალიან გიშველა, როგორც ვიცი, კულისებთან დაგვდა ერთი ბიჭი, კულისებში, შიგნით, თელავზე ლაპარაკობ, რომელმაც დანა მოგივიდა. ხო, კი. ის ბიჭი ეჭვიანობდა თავის შეყვარებულს. ეხლა მე რა ვიცი ამდენ გოგოებში, რომელსაც შენ მოწონდი. ხო, არა, იქ იყო ეს გოგო ამ კულისებში და იცი მე სხვა შორის ეს მაქვს ეს კადრები, სადაც როგორ გითხრა, არაკონტროლირებადია თვითონ ეს მაყურებელი რო უყურებ, გადაღებულია აქედან მაყურებელი, ხო? აი ისი არის აჟიტირებული, რომ იქ რო შენ რაღაცა ჭკუა მოთხოვდა, აბა დინჯათ მოიქეცი და აქ დაჯექი და ადექი ეგ სასაცილო იქნებოდა. ხო და ასე აი გოგოს შეყვარებული იყო ეს ბიჭი და იმან იეჭვიანა აი ამ იმაზე და თეატრში შიგნით სცენაზე აი კონცერტი რო დავამთავრე და რო ვჯდები სცენაზე შემოიყვანეს მანქანა. იმიტომ რომ ისე ვერ გამოვიდოდი გარეთ. ხო და აი ეს ამ ბიჭს დანაქონდა და იქ მომიქნია და აი ეს ჩემმა დაცვამ გადამარჩინა. რამდენი წელი ყავდა დაცვა? 5 წელი.